გამარჯობა. საპროტესტო მსვლელობა დაიწყო ხამბატან. ახლა პოლიციას ხავს მოქალაქეს გათავისუფლების სავალი ნაწილი. თუმცა როგორც ხედავთ, ძალიან პატარა ტროტუარებია და მოქალაქეები უბრალოდ ფიზიკურად ვერ ცეტევიან ამ ტროტუარებზე, რომ გადავიდნენ და დაბრუნდნენ უკან პარლამენტის შენობასთან. Ama sabah ჩიტაძეს ქუჩაზე იმყოფებიან ახლა დემონსტრანტები. ისინი სხვადასხვა ვიწრო ქუჩის გავლით ამოვიდნენ მაღლა თავიანთი მოთხოვნების გასაჟღერებლად და ასევე იმის გასაჟღერებლად, რომ მართლი პარტია იყენებდა მომწვევა ნივთიერებებს დეკემბერ-ნოემბრის პროტესტის დარბევისას. ისინი სხვადასხვა შეძახილებით ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიეწვიათ ხმა, რომ სწორედ ისინი იწამლებოდნენ დემონსტრანტებთან ერთად, ვინაიდან ცხოვრობდნენ იმ ადგილას, სადაც სწორედ აი ამ დარბევის აი ამ იარაღით იშლებოდა აქციები. ახლა მოქალაქეები ცდილობენ, რომ დაბრუნდნენ ნელ-ნელა პარლამენტისკენ კვლავ. ვინაიდან როგორც გითხარით, პოლიციამ არ მისცა საშუალება, რომ გაეგზელებინათ გზა ჩიტაძის ქუჩისკენ. რომელ კანონში წერია რაოდენობა რა არის საკმარისი საინტერესი? დამისახელეთ უხლი და კანონი. რაოდენობა საკმარისად ეტევით ტროტუარზე? ვინ გავსაზღვრა ეს რამდენია საკმარისი? და რა წერია რამდენი? და რა წერია რამდენი? ხო და რა არის მე ამიტომ რა? რატო სარგებლობ? ხა ბოროტა. არაფერთან სარგებლობ. ბოროტი ადამიანი და რაღაცას საუბრობ, ბოლომდე გაიგე და მე ისაუბრე. მოქალაქეები ცდილობენ განმარტება მოისმინონ პოლიციელებისგან, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე არ აძლევენ მსვლელობის გაგრძელების უფლებას, ვინაიდან პოლიცია კონკრეტულად ვერ პასუხობს, თუ რა რაოდენობის ადამიანი არის საკმარისი და საჭირო იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ მსვლელობის გაგრძელება. დემონსტრანტები გამოთქვამენ უკმაყოფილებას. მათი ნაწილი კვლავ ჩიტაძის ქუჩაზე რჩებიან, ნაწილი კი ერთ-ერთი საჯარო სკოლის გავლით უბრუნდებიან პარალელურ ქუჩებს. აი მე გაგვინა რამდენი დღეს არის უწყვეტი პროტესტის 377 დღე. მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ გუშინ
დაინიცირა ახალი კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ, რომლის მიხედვითაც მათ შორის გზის უბრალოდ ტროტუარზეც კი, ანუ იქ სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან, ვრცელდება იგივე შეზღუდვები, იმავე შეზღუდვები, რაც 16 ოქტომბერს შემოვიდა ძალაში, გულისხმობ 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე გადავიდოდა დემონსტრაციის დროს გზაზე, როდესაც არასაკმარისი რაოდენობის ადამიანები არიან, ვითომ უნდა შეკრებილი დემონსტრაციაზე. ის იგივე ვრცელდება მოკლედ იმ გზის იმ ნაწილზეც, სადაც ქვეითები გადაადგილდებიან. განმეორების შემთხვევაში ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის ამაღლის წესით დასჯას. სწორედ ამას მიეძღვნა დღევანდელი აქცია პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ სხვადასხვა საპროტესტო ბანერებით. შინაარსობრივად ეს ბანერები სწორედ ამ ახალ კანონპროექტს ეხებოდა, რომ ადამიანებს ემუქრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა და სისხლის სამართლის წესით გასამართლება ტროტუარზე დგომისთვის, ხოლო მათ, ვინც მოქალაქეები აწამეს და აჯილდოვებენ მედლით. ნიაღურის ქუჩაზე გადაადგილდებიან ევროპული აქციების მონაწილეები და სავარაუდოდ ისინი დაბრუნდებიან პარლამენტთან, ვინაიდან მარშის დაწყებისას ისინი საუბრობდნენ, რომ მნიშვნელოვანია გამოიჩინოს სიფრთხილე და პოლიციას არ მისცენ საბაბი ახალი დაკავებებისა, ვინაიდან ეს არის გრძელვადიანი პროტესტი, გრძელვადიანი ბრძოლა და მათ სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა ეს ბრძოლა გაგრძელდეს ბოლომდე, როგორც ისინი ამბობენ, მანამ სანამ არ ჩატარდება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება რეჟიმის ყველა ტყვე. აი დროშებს აფრიალებენ და ესალმებიან მოქალაქეები დემონსტრანტებს.
მოხალხეებით შეყოდნენ ამ არმადროას, რათა ყველა მონაწილე შეძლოს მოსვლა აქ და მერე ერთობლივად გააგრძელონ საპროტესტო მსვლელობა. მოხალხეები ამ მარშითაც ცდილობენ თავიანთი ხმა მიაწვდიონ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას. BBC-ს საგამოძიებო სტატიის მიხედვით დეკემბერ-ნოემბერში პოლიცია, სწორედ შინაგანი საქმეთა სამინისტრო მომწამო ნივთიერებებს აქციების გარბევისას, ეგრეთ წოდებულ კამით სასახელებს BBC, სხვადასხვა მტკიცებულებებს გაგრძელება. მომწამლავი და სწორედ ამის გამო ცდილობენ ახლა აქ მცხოვრები მოქალაქეების ყურამდე მიიტანონ ამბავი, რომ სწორედ ისინი, ვინც მათ შორის არ იღებდა დემონსტრაციებში მონაწილეობას დეკემბერ-ნოემბერში, აიმეტა მათ ხელმოპარტიამ ისიჩად მოწამულიყვნენ, ვინაიდან ეს ნივთიერება დიდხანს რჩება გარემოში და რთულად შორდება და შესაბამისად მარტივად შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ მიდამოებში ცხოვრობს, ასევე ყოფილიყო ამ ნივთიერებით მოწამული. პარლამენტის უკანა მხარეს იმყოფებიან ახლა დემონსტრანტები. ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ შეიძლება ერთ ადგილას რათა მერე საერთო მსვლელობა გააგრძელონ. სავარაუდოდ თითო პარლამენტთან დაბრუნდებიან. წინასწარ არ ამბობენ ხოლმე მსვლელობის მიმართულებებსა ან საბოლოო დანიშნულების წერტილებს, ვინაიდან ამ დროს იწყება ხოლმე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზება. ნელ-ნელა იკრიბებიან დემონსტრანტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საიდანაც გაგრძელდება სავარაუდოდ საპროტესტო მსვლელობა. არაფერი განსაკუთრებული და შეჯერებული.
ხო, აი როგორც ამბობენ ახლა საფეხმავლო ბილიკის გამოყენებით დაბრუნდებიან მოქალაქეები პარლამენტთან. დღეს როგორც უკვე გითხარით, უწოდ პროტესტის 377 დღე არის და მოქალაქეები ერთობლივად აპროტესტებენ იმ ძველ და ფუნდამენტურ მოთხოვნებთან ერთად, რაც იყო უწოდად ყველა დემონსტრანტის აქციების დროს დაკავებული მოქალაქის გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ახლა დაემატა საერთაშორისო გამოძიება, რაც გულისხმობს BBC-ს მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით იმ მომწამლავი ნივთიერებების დადგენას, რომელსაც საუბრობთ იყენებდა მმართველი პარტია დეკემბერ-ნოემბერში 2024 წელს პროევროპული დემონსტრაციების დასარბევად. საკანონმდებლო ცვლილებები თანდათან კიდევ უფრო შემზღუდავი ხდება პროტესტისა და დემონსტრანტებისთვის. პერიოდულად ოქტომბრის შემდეგ, როცა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები თვითონდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა გზის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობა, ან სახის დაფარვა და არაკანონიერი ნივთის ან ნივთიერების წამოღება დემონსტრაციაზე, ახლა უკვე სავარაუდოდ გზის საფეხმავლო ბილიკზეც, იქ სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან, იგივე კანონმდებლობა გავრცელდება. ამ კანონპროექტს ქართული ოცნება განიხილავს აჩქარებული წესით. დღეს უკვე პირველი მოსმენით მიიღეს მათ ეს კანონპროექტი და ალბათ მალევე ამ კვირის ბოლოს სავარაუდოდ დაამტკიცებენ კიდეც და მალევე შევაძალაში. ყველა მოთხოვ მსვლელობის პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობს უწოდ პროტესტი. პარლამენტზე მოქალაქეები დაჩენას თქვენ მოიხსენებათ შიმშილობდნენ იქ ადამიანები 34 დღის განმავლობაში. ახლა შიმშილი შეწყვეტილი აქვს 10-მდე მოქალაქეს, თუმცა უწყვეტად ყოველდღე განაგრძობენ პარლამენტთან რომის გათევას. ფაქტობრივად მათი საცხოვრებელ ადგილად იქცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. პარლამენტის გვერდით საპროტესტო შეძახილებით ჩადიან ახლა დემონსტრანტები უცხო ლოკაციაზე პარლამენტთან, სადაც შეუერთდებიან პროტესტის მონაწილეებს. მედრობით დაგემშვიდობებით, ნათგაზეთის ლავის უყურებთ. ნახვამდის.